პატარა ნექტარიოსი დაიბადა შემოდგომის ერთ დღეს 1846 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ სილივრიაში, ჩრდილოეთ საბერძნეთში. მაგრამ იცით რა? 20 წელი იყო უკვე, რაც ეს საბრალო ქვეყანა თურქების ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა, თითქოს არ ეყოფოდა ქიეხშოვრების ტკივილი და სირთულე. ნათლობისას მშობლებმა მას ანასტასიოსი დაარქვეს, ეს საქსელი დიდი მნიშვნელობის აიქო, რადგან ბერძნულ ენაზე აღდგომას ნიშნავს. და იყო იგი მესამე შვილი 7 ძმიდან და დებიდან, როგორც ძველად შვილება იყო გიფთის მოშიში და ნაყოფიერ ოჯახებში. ძალიან ეკადნენ მშობლები, რომ სკორა დაგეზარდათ, გიფთის შიშით და კმინდა სიგნების სიყვარულით. ქსოლობებია, გიფთის მოსავი და ბრძენი, მისი პირველი მასკავლებელი გახსდა, მისგან ისკავლა ლოქვები და სარკმუნოების სკავლება, თითქოს ჩოქსალი სიგნიდან. როშა დრო დადგა სკოლაში გასვლისა, მშობლებმა ის ქალაქის სასკავლებელში შეიყვანეს. იქ ანასტასიოსი გამოერქეოდა შრომის მოყვარეობით და გონიერი გონებით. არა მაქსოლოდ კარგად სკავლობდა, არამედ თითქოს ისრუთავდა ძველი ბერძნული ენის სიტყვებს, თითქოს თავიდანვე იცოდა. და რა გასაკვირია, ის ქსომქმიდანების, სექლესიოს იგნების და გაფთის სკავლებების ენა იყო. უფრო მეტად კი, იგი ძალიან იყო დაკავშირებული ეკლესიასთან. სადაც ლიტურგია იყო, იქვე ჩნდებოდა ჩვენი ანასტასიოსიც. და საოცარი ის იყო, რომ მაგვლების ქადაგებებს სიტყვით იმაქსოვრებდა, ისე რომ ზუსტად ციგნივით იმეორებდა. და როცა საქსელში კვებოდა, უფროსებიც კი გაუჩებით უსმენდნენ, ვერ ქსვდებოდნენ, ბავშვი იყო თუ მოხუცი სულიერი მოზგვარი, რომელიც ბავშვის საქსით მოსულიკო. მისი ყველაზე დიდი სურვილი იყო სკავლა გაეგრძელებინა. მაგრამ იქით, ბატონო, გასაჭირი არის ვენებს. მისი ოჯახი უმსეო სიგარიბეში სექსოვრობდა. ამიტომ, 16 წლის ასაკში, ბავშვმა აიგო პატარა ჩანთა, აკოჩა მშობლებს ლოკაზე და გულმქერში შექმშული გულით გემართა კონსტანტინოპოლისკენ, დედ, უქუსო ქალაქში, სავსე ყველანაირი სალქსით. იქ რომ მივიდა, რა უნდა იქნა ჩვენს ანასტასიოს. და იყო მუშაობა ტამბაქოს ვაჭართან. არა ოქროსთვის, არამედ ერთი ნაჩერი პურისა და ერთი თასი კავნიანისთვის, რომ კუჩი დილიდან საგამომდე არ ქუქსილობდა. მუშაობდა დოგალავად, განთიადიდან მზის ჩასვლამდე, ფეხში შველი, დაქსულ თანსაქმელში, ისე რომ ჰგავდა ხეს ზამთრის შუაგულში, ფოთლების გარეშე. და მაინც, ამდენი ტკივილის შუაგულში, ნუგეშის ციგნებში ფულობდა, ჩამინდა შერილში და კმინდა მამათა სკავლებებში. იმდენჯერ ჰქონდა კაკითშული, თითქოს გულში იყო დასერილი. იცოდა ლამაზად და სუფთად წერა და ეგ ხშირად ექსმარებოდა ვაჭარს წერილების წერაში. მაგრამ რა ბავშვობა ჰქონდა, შიმშილი, სიცივე, ზვლები რომ ტრტოდა და სული სავსე მარტივით. და მაინც არ კუკუნებდა. მუდამ ლოქულობდა და ცას შეჰკურებდა, ნუგეშზე კიდან ელოდა. და გმერთი, როგორც კეთილი და მოთკალე, არ დატოვა იგი მარტო. ერთ გამეს, რო კატავის გარიბ საკოლში კაკჭაქსებდა, ქრისტე გამოიქცადა ანასტასიოს სიზმარში. და ჰკითხა მას მშვიდად, ბავშვო, რატომ თირი? მაგრამ ანასტასიოსი, იმდენი მოკუქსარებით და ტკივილით გაჩედილი, ვეგარ ამოიგო სიტქვა. მაქსოლოდ ცრემლების დიოდა. და როცა გამოიგვიზა იმზე ქიური სიზმრიდან, აიგო კალამი და კაგალდი და დაწერა წერილი, რაც არავის ენაქსა. ქრისტე შემო, მაკითხე, რატომ ვთირი? და მეცკო თანსაჭმელი და მიპუშდა პექსაქმელი, ისე, რომ თითები გარეთ გამომივიდა და სიცივით ვეკავდები. ძალიან მაკივა აქსლა, ზამთარია. გუშინ საგამოს მივედი ჩემს ბატონისთან და მან გამაგდო, მიტიქსრა და წერეს აქსელში, მშობლებს და მათ გამოგიგზავნონ ფული. ქრისტე ჩემო, ამდენი სანია აქ ვმუშაობდა და ჩემს ვერ გავუგზავნე ვერჩერთი მონეტა. აქსლარას ვაკტნა, როგორ უნდა ვიჩსოვროთ ანსაჭმლის გარეშე. იმდენი ვიმუშავე, რომ დაიქშია. მაპატიე, რომ გასტკივარ. გიქსრი მოქსლს და გიკვარვარმე, მონაშენი ანასტასიოსი. ჯადობიჩმა ეს მუშვენიერი კერილი კონვერჩი და ზედ დაწერა. ჩვენი უფლის იესო ქრისტესთვის ზეკაში. და აი, რო კაშაში დადები მეძ, ჩა არ დუმს. ანასტასიოსი, ერთ ქსელში ჩანთით და მეორეში ბატონის წერილებით, პოსტასკენ გაემართა, სიჩივით კანკალით და იმედით სავსე გულით. მაგრამ გმერთი, რომელიც ყველაფერს ქსედავს,
საიდუმლოდ და ნაზად მოიმოქმედა. სკორდ იმ დროს მოვიდა ერთი ვაჩარი, თემისტოკლე ერქვა და შესთავაზა, რომ თავად გაიგებდა წერილებს პოსტაში, რადგან დაინახა როგორ ჩაქსაქსებდა ის საბრალო ბავშვი და რომ ნამჩეჩი პულიც კი არ ჰქონდა მარკისთვის. გადაქსედა კაჩმა წერილებს და უჩებრთვალი გაუჩერდა იმ კონვერტზე, რომელსაც ზეკიური მისამართი ეჭერა. დიდად დაინტერესდა გახსნა და როცა გაიკეთესა ის მოკოქსარებით გაზგენთილი სტრიქონები, გრძნობა მოაწვა, ჩრემლი მოერია და მოტელი გულით გამოიზახსა, ზვირფასი საგანძური. რადგან ეს უბრალო სერილი კი არ იყო, არამედ სულით დასერილი. და რადგან არაფერია შემდეგზე ვითი მზის ქვეშ, თემისტოკლემ გაიგო, რომ ეს წერილი ღმერთმა ქარუდგინა არა შეჯდომით, არამედ ქმნიდა განგებით. მაშინ ვეკავიდა, იქიდა თბილიდან საშმელი, აქსალი პექსახმელი, კარგი სახმელი და ყველაფერი ჩადო ერთ კოლეჯში და მის გარდა ცოტა პულიც და საპოსტო ბარათზე, რომელიც ზემოდან მიააკრა და სერა ასე. ქრისტესგან ანასტასიოსისთვის. ასე ისევ მოიპოვა ანასტასიოსმა იმედი და ზალა და მისი ქაქშოვრება მიუხედავად იმისა, რომ კვლავ აქ მეზიმე იყო, მაინც დაიკობრეკინვა, რადგან სინათლე ვერასოდეს დაიფარება. მისი სირბილე და შრომის მოქვარეობა ბევრმა შეამჩნია და ქმნიდა საფლავის მეტოქიონის სკოლიდან აიქვანეს, რომ პატარა ბავშვებს მასკავლებლად დაქნებოდა. მაშინ სულოქის აიქო, მაგრამ ბევრ შაგარაფრიან მოქსუქზე ბრზენი შანდა და არასოდეს დავიქებია თავისი საქსლი, მშობლები და დაზმები. იმ მოკირედი ფულიდან, რასაც შულობდა, მუდამ გზავნიდა საქსლში, ქოთას, მაგრამ გულით. და როცა დიდ გესასკაულები მოდიოდა, ნაქსევარ გზას პეგზით გადიოდა, რომ სილივრიაში დაბრუნებულიყო, გზელები სავსე და სული სიქსარულით. აი, ასია. ბავშვი, რომელსაც აკავს რკმენა, თუნდაც გარიბი აიქოს, უფრო მდიდარია ვიდრე ამ ქვეყნის ყველა მეფე. რადგან ღმერთი არავის ივიქებს და განსაკუთრებით აიმად, ვინც ჩრემლით და ლოქვით აკაკუნებს მის კარზე. adzamtars, როცა აქსალგაზარდა ანასტასიოსი საქსლში ბრუნდებოდა, რადგან შობის დრო იყო და სურდა ეს გიბი ოჯახთან გაეთარებინა, აირა მოხსდა. გემზე იმყოფებოდა და როცა თალგებზე ირთეოდა გემი, დიქსანს არ გასულა და ათქდა ისეთი ქარიშხალი, რომცა დაიბურა და ზაგვა იმგვრა, თითქოს მთელი ბუნება განრისდა იმ საბრალო ქსალაკზე, ვინც გემზე იმყოფებოდა. გემი გადაქსროდა და როცა ზემოდან დიდი აიალქანი ჩაიქცია, ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს ჯოჯოქსეთი გათავისუფლდა. ზოგი ქვიროდა, ზოგი ტიროდა, ზოგს კი შიშისგან, მამაო ჩვენოს ლოკვაჩ აგარ აქსოვდა, მაგრამ ანასტასიოსი არ დაბნეულა. მაშინვე მოექსნა კამარი და სისკრაფით ავიდა ანძაზე. როგორც შეეძლო, ისე შეკრა იალქანი. შემდეგ სისკენ აგმართული საქსით იქს მომაგლაშეს აქსა, ისე რომ ზგვის სიგრმემდე გაისმა. უპალო მიქსენ და მექსმარე, რომ თეოლოგიას ვსკავლობდე, რათა უკან დავაბრუნო სარკმუნოებაზე ისინი, ვინც შენს საქსელს ჰეგმობენ. და აი, სასკაული. გარმა შესუსტდა, დალგები დამშვიდდა და ზგვა კვლავ გათანაბარდა. ასე მივიდნენ ყველანი ნაპირზე, ჯანმრთელები და უვნებლები. და ქსალქსი ანასტასიოსე გაკვირვებული თვალებით უყურებდა, თითქოს მათ თვალწინ წმინდანი ანაქსად. მან მიატოვა კონსტანტინოპოლი და გადავიდა სიოსის კუნძულზე, რომელიც აქსლოსა დეგევანდელ თურქეთთან. აქ, 7 წლის განმავლობაში, ანასტასიოსი იყო მასკავლებელი და აქსალგაზრდების განმანათლებელი სოფელ ლიტიში. სიკვარულით და მოთმინებით მუშაობდა, რადგან იკოდა, მაქსოლოდ ციგნით და სარკმუნოებით შეიძლება ერის ფესვიდან შესხოვლა, ის ბავშვებს ასკავლიდა არა მხოლოდ ასოებსა და ანგარიშს, არამედ სამშობლოს, ეკლესიისა და ღმერთის სიკვარულსაც. და ის დრო ძალიან მძიმე იყო, მთელი ბალკანის სალქსი ოსმალეთის უგლის ქვეშ იმყოფებოდა. მაგრამ ანასტასიოსი მუდამ იუბნებოდა ირგვლივ მყოფთ. კვლავ ამოვა თავისუფლების მზე, რადგან ღმერთი არ თოვებს ერს, რომელიც ლოქულობს და სკამს. და დროს შემდეგ ღმერთმა მას ქურთსევა მაიანიჩა. მთელი ოჯახი კუნძულზე გადაიყვანა, სოლოს მასკავლებელში გაგზავნა, რომ მასკავლებელი გამოსულიყო. და რა ფიქრობთ? ქოთასანში სკორდ მას ჩაბარეს ის სეიმ სკოლა, სადაც ადრე ანასტასიოსი ასკავლიდა და სიქსარულით ივსებოდა მისი სული,
როქა შედავდა, როგორ აგადგებოდნენ სექსვებიც, როგორ სტვიტონ, სიგარებიდან და უმექრებიდან. და აი, 27 წლის ასაკში, როქა სექსვები ქორწინებაზე და ლოთარულ სუპრებზე ფიქრობენ, ანასტასიოსი, უკვე ბრძნული სულით და სუფთა გულით, გადაკვითა თავისი ნამდვილი მოსოდებისკენ სევულა, მონაზვნური ცეხვსოვრება. ყველანაირი სოფლის საქმე დაატოვა და როგორც ზმა შევიდა ნეა მონის მონასტერში. 30 წლის ასაკში ზმა ანასტასიოსი თონძურაში შედგა და მონაზვნად აგიკვეჩა. მას ლაზარე დარქვეს, საქსელი, რომელსაც დიდ სიმძიმე ჰქონდა, რადგან მოკვდრეთით აგმდგარი კაცის საქსელი იყო, მაგრამ დიდი დრო არ გასულა, რომ შემდეგ წელს იგი დიაკვნად სელდასკმული იქნა და მიიგო აქსალი საქსელი, ნექტარიოსი. საქსელი, რომელსაც მოგვიანებით ყველა კუთხიდან მოსული სალქსი დიდითა მოკრძალებით გარმოთქვამდა. და უკვე მაშინ, როცა მოგსოლოდ ზმა იყო, ჩვენი მონაზონი ჭკვიანად ცერასა და კითხვაში გამოირჩიოდა. ამიტომ მონასტრის სეკრეტარად დანიშნეს. გულგია იყო, მშვიდი და ყველასთვის სტუმართ მოყვარე. მაგრამ მისი დიდი სურვილი არ ქრობოდა. სკავლა და ისევ სკავლა. ამიტომ იგუმენისა და მიტროპოლიტის ქურთგზებით მამა ნექტარიოსი ათენში გავიდა, რათა სკავლა დაისრულებინა. იმ დროს იქსომ ვერ კარსგებოდი საქსარებით სელში, თუ მიკიჩე და რიკავისეოდნით განმტკიცებული, დგით სკავლის საქმეში იყო, გამით ლოქვაში და ასე უფლის შეწევნით, 3 წლის შემდეგ დაბრუნდა მონასტერში, ჩანთაში ატესტატით. დანიშნები, მოგსოლოდ ძალიან კარგი. არ იყო რამე, რასაც ვერ გაიგებდა და ვერ დააკავშირებდა გონებით, როგორც ოსტატი, რომელიც თავისი არაგებს კარგად ითნობს. შემდეგ, 31 წლის ასაკში, იროდიაკონმა ნექტარიოსმა გადაადგა ნაბიჯი ათენის დიდ თეოლოგიის ფაკულტეტში, სადაც მაშინდელი დროის ყველაზე სკავლული ადამიანები იკრიბებოდნენ, რათა ქრისტიანული რაკმენისა და სკავლის საიდუმლოებები შეისკავლათ. მაგრამ რას გსედავ, სადაც სინათლეა, იქ ჩრდილიც არის, ყველას არ უგსაროდა მისი პატივი. და, როგორც ადამიანთა სამყაროში ყოველთვის იქო, შური მძიმე სეინია, უფრო მაშამილი ვიდრე ჟანგირკინისთვის. მაგრამ ყველა ასეთი არ ყოფილა. ზოგიერთმა დაინახა ნექტარიოსის ნიჩი, მათ შორის პატრიარქმა სოფრონიემაც, რომელმაც ერთ დაგეს თქვა. მოდი, პატივი ვეკეთ მამა ნექტარიოს მისი გირსების მიქსედვით. და აი ასე, როქა უკვე 43 წლის გახსდა, ის ეპისკოპოსად და საპატიო მიტროპოლიტად დაადგინეს პენტაპოლისის. დიდი საქმე, მაგრამ გსედავ, მამა ნექტარიოს არ ამოზრავებდა არქ თანამდებობისა და არქს დიდი სკამების სურვილი. არა, მას მოგსოლოდ სურდა თავისი სამოქსოს მოვლა, გვთისმ საქსურება, ნუგეში და სულების განკორნება. მაგრამ სამყარო მარტო მართლებივით არ არის აშენებული. და აი, ისინი, ვინც შურით იქვნენ შეპყრობილნი. და იქეს ჩორაობა, სიტქვა სიტქვაზე, თქვილი თქვილზე. ვიდრე მოგსუჩი პატრიარქი ირქმუნა, რომ ნექტარიოს თითქოს ტაქსზე ასვლის აზრები ჰქონდა. და არ უჩდია არჩ გამოკვლევა, არჩ კითხვა. ნექტარიოსო, მართალია თუ არა, რასაც ამბობენ? დიდი ბეჭდით და ლუქული წერილი გაუგზავნა და ყველა თანამდებობიდან გათავისუფლა, მოგსოლოდ მდაბალი მოკვდელი დატოვა კაიროში, ჩმინდა ნიკოლოზის პატარა ეკლესიაში. მაგრამ გმერთი ყველაფერს გსედავს და თავის დროს ყველას იკაკენებს, სადაც მისი ადგილი არის. და ისევ დაიქეს ჩურჩული, ჩორები და კიდევ უფრო დიდი თქვილებით ქურები ოქეს მოგსუჩ პეტრიარქ სოფრონის. უთქსრეს, თითქოს ნექტარიოსი არჩ ალექსანდრიაში გირსი აიკოპექსის დადგმისა, მით უმეტეს მსაქსურების. და იმდენი ატრიალეს, რომ საბრალო სოფრონიე, კლებით დაგლილი და გონებით შესუსტებული, კალამი აიგო და სერილი გაუგზავნა მამას. შენი ნივთები შეკარი და ეგვიპტიდან გადი, რადგან ვითომდა, იქ კლიმატი ზედმეტად საშლია შენთვის. ეს მოხდა მაშინ, როცა მოგსოლოდ სამითვე იქო გასული მისი პირველი დასჯიდან. და ასე, მამა ისევ გზაზე აღმოჩნდა და ბრუნდა ათენში. მაგრამ არ გაკარიკო იოლი. იქით ხსომ, ჩორები და ბოროტი სიტყვები, როგორ ქსარეველები, მალე იქიდებს ფესვოს და კლის გარეშეში იზრდება. და ათენელებმა, ნაჩვლად იმისა, რომ კლისტასი და კეთილი სიტქვა მიგებებინათ, თავი მოიკატუნეს, თითქოს არჩ იქნობდნენ.
ისე უყურებდნენ, თითქოს თანში ტილები მოჰქონდა და გზის მეორე მაგსარეს გადადიოდნენ. 7 თვის განმავლობაში ქალაქის გარუბანში და თოვეს, თითქოს შავი ჭირი ჰქონოდა. და მაუდით სოვდა, რომ სადმე თემში ემსაქსურა, მაგრამ პასუხსად მაქსოლოდეს მოდა. მოვიფიქროთ, მოგვიანებით, ვნახსოთ, მაგრამ კი, ვერასოდეს, მაგრამ გმერთი არ სინავს. ერთი ძველი მეგობარი გამოგზავნა, პატიოსანი და სასულიერო თუ საერო საქმეებში პატივსაჩემი. და ასე, უფლის ქალობით, ევიის მიტროპოლიაში მიიგეს, როგორც ქადააგი. მაგრამ არ ჩაკ ეგონოს ვინმეს რზე და თაფლი. არა, ადგილობრივი მიტროპოლიტი გასული იქო საქმეებზე და მის ნაცვლად მიტროპოლის მოხსელები შეიგებდნენ, მაკარეგულებითა და ჩორებით სავსეკურებით. და როცა გაიგეს, რომ ნექტარიოსი მოდიოდა, დიდი სირქექსვილი მოიგონეს. მორკმუნიებს, უბრალო სულებს, ასკავლეს, რომ როქა მამა ქადაგებაზე გამოვიდოდა, ისინი ადგნენ და კასულიკვნენ, ან ექსმაური და სიცილია ეთექსად, თითქოს ბაზარში იკვნენ და არა ეკლესიაში. და ასე მოხდა კიდეც. მაგრამ რას ფიქრობთ? მამა, მადლიანი და მოთმინების კაცი, არ შეშფოთდა უფრო მეტად, ვიდრე ნიგზის ნაჩუჩი. ქადაგება მოშვიდად და ლამაზად გარმოსთქვა, ისე, რომ გულში სიტბო ჩაგედინებოდა. და შემდეგ კვირას ისევ სქადეს მათი უგირსობა, მაგრამ ამჯერად ზოგმა უკვე გაიგო, რომ ის არ იყო ისეთი, როგორცაც სიქსვეები ქსათავდნენ. უფრო მეტიც, ნექტარიოსის დევნის ამბავი მივიდა კაიროს წმინდა ნიკოლოზის თემშიც, სადაც იგი მსაქსურობდა. და რას იზამდა მისი ერთგული სამაქსო? გირსული ადამიანები გაგზავნეს საბერძნეთში, რომ სიმართლე ეთქვათ. თქოვეს, რომ ნექტარიოსე უფრო მართალი და გულმოქალე მაგბდელი არ არსებობდა და აი ასე, გმერთის დახსმარებით, გასკორდა ის, რას დამახსინჯებული იყო. შემდეგ კვირას კველანი, მაგრამ კველანი, კათედრალში მოვიდნენ და გახსნილი გულით მოусმინეს. და როცა ქადაგება დაასრულა, აგარავინ შურაჩიკსკო, პირიქით და შით შემქეს. და თითო მივიდნენ, ბოდიშის ტკსკოვეს. მაგრამ მამა ნექტარიოსმა, როგორც მშვიდმა და მოკალე კაცმა, უკვე დიდი ხსნით ადრე ჰქონდა მათ მიტევებული. რადგან იგი ადამიანთაგან დიდებას არ ელოდა, არამედ ზემოდან. და თავისი სულის სიშუმეში, მამა ისმენდა ქრისტეს ექსმას, რომელიც იუბნებოდა, სოფელში შირები გეკნებათ, მაგრამ გამხსნევდით მევზლის სოფელს. შემდეგ მამა ნექტარიოსმა დაიქო ქადაგება მიტელევიაში, ქალაქებში, სოფლებში, დიდ თუ მაკირე ეკლესიებში, სადაც ცალკში იკვევდა, ან სადაც უფლის სული გოზგվებოდა. ზალექსი შიმშილით იტანჯებოდა სკავლისთვის, ჩქვიანური და აზრიანი სიტყვებისთვის. და, სიმართლე რომ ვთქვათ, იმ დროს ბევრი მაგბდელი ნაკლებად განათლებული იყო, განსაკუთრებით სოფლებში, რომელთაც მსოფლიო მიეტოვებინა. სიგნის ლივს იშოდნენ და ქადაგების თქმა, სულაც არა. ასე რომ, იდგნენ სამსვერპლოზე, აგასრულებდნენ რაც სახიერო იყო და სულეს იყო. სოლო უბრალო ქსალქსი რაც შებოდა სულიერად მშიერი და გონებით გაუგებრობაში. მაგრამ მამა ნექტარიოსი არ უპრთსოდა შრომას. დადიოდა ადგილიდან ადგილზე, როგორც ფუტკარი ყვავილიდან ყვავილზე და ანაცილებდა უფლის სიტყვას. და უფრო მეტიც, მაქსოლოდ სიტყვით არ კმაყოფილდებოდა. სერდა სიგნებს, ბუკლეტებს, სულიერ რჩევებს და უფასოდ ურიგებდა მაგბდლებს, რათა მათაც ჰქონოდათ, რითაც იემონათ სალქსი. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომი იყო გმერთის გამოჩქცადების შესახებ სამყაროში და წერილი ჩეჩექსლითა და გულმოდგინებით, როგორც პასუხი იმ მატერიალისტურ სიგიზიბზე, რომლებიც მაშინ ახალგაზრდებში იდგამდა ფესვებს. 3 წელზე მეტი ემსაქსურა ევიაში და ამ დროს ქსალქსის დიდი სიყვარული მოიპოვა. სადაც არ უნდა მისულიყო, ყველგან გია გულებით ექსვედებოდნენ. მაგრამ უფალს, რომელიც ყველაფერს ქსედავს და აქობს, სიქსვა განზრაქსვა ჰქონდა მისთვის. და როცა დრო მოვიდა, ათენის ეკლესიის ქსელის უფლებამ გამოიზაქცა და დანიშნა რიზარეონის საღვთისმეტყველო სემინარის დირექტორად. ეს იყო დიდი სასკავლებელი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურდათ ეკლესიის მსახურებად გრჩევა. ჰეი, და აქაც კიდევ გამოჩნდა, რა არჩული სული ჰქონდა მამა ნექტარიოს. ერთ ქსელ, სემინარიდან 20 ბიჭი,
სკავლას რომ უნდა დამზარიქმნენ, ერთმანეთში იჩქსუბეს. ამას რომ მიქსვდა აგამზარდელი, პირდაპირ გაიკვანა ისინი დირექტორთან, მამა ნექტარიოსთან, ფიქრობდა, აი, ახსლა დაისჯებიან. მაგრამ ნექტარიოსმა, ნასტვალებითა და მშვიდი იქსმით, ჰაკითისა რა მოხსდა, არჩ იკვირა, არჩ გამრაზა. და როცა მუსმინა, ასე უთიგზრა, და კევენს დასასჯელად მე არაფერს გავაკეთებ. ჩემს თავს დავში, სამდეგეს ვიმაქსვებ და თქვენთვის ვილოქებ, რომ სიზულვილი თქვენ შორის გაქრეს. რა სიტყოდი ასეთ სიტყვაზე, ბიჭები გაუჩებულები დარჩნენ. და მამამ მართლაც იმარქსულა და ჩრემლებით ილოქა მათთვის. მას შემდეგ იქო კიდევ ვინმე, ვინც მის კენინებას გაბედავდა, ძალიან ჩოტანი. რაც იქს ასეთი გმინდა კაცის შეკუქსება. აი, რა სქერდა სემინარის ერთ-ერთი სტუდენტი შორულ მეგობარს გმინდა ნექტარიოსე. მის საქსეს ისეთი ზალა აქივს, თითქოს მაგნიტივით მიზიდავს. ვერ ვასლით ვალს და არა მარტო მე, ყველა შემიტანა კლასელი. აქებს მშვიდი და ნათელი საქსე, მაგრამ თავმდაბალი, როგორც მინვრის ბალაქსი. ჩვენ შორის ჩაქსოვრობს, ჩვენთან საუბრობს, მაგრამ გრძნობ, რომ აქედან არ არის. არეზებს არ ჩქოდებას, არ კი კაცთაკიბას. თავისთვის არაფერს სურს, მაქსოლოდ კაცთა ექსნა. დაგედა გამელოქულობს, თითქოს ზილი და მოსვენება არ აქავს, როგორ შბერი, რომელმაც ყველაფერი მიატოვა და უფალს მიეკრა. მშვიდი და კეთილი, სუფთა მზერით, რასაც მაქსოლოდ ბერებში ან წმინდანებში ნაქსავ. ამბობდნენ, რომ ესაუბრებოდა ყველა საქსის ქსალექს, მდიდრებსა და გარიბებს, მაკოდნეთ და უბრალოებს, და ყველას გულში მშვიდობას დებდა, როგორც კაროსი ვქოლს კევს მაკურვალს. აი, ერთ დეგეს, ავად გახსდა ერთი უბრალო მოქსელი, ის, ვინც სკოლას ასუფთავებდა. გარიბი კაცი იქო, საქსლში ბევრი შვილი ჰყავდა და საზრუნავი, რომ ვერ იტევდა. სამი დაგე ვერ მივიდა სამსაქსურში, მაგრამ ვერავინ მოასკრო რამე ეთქავა, რომ მამა ნექტარიოსი, ყველასგან ადრე, გამის სიშუმეში დგებოდა და თვითონ რექსავდა ყველა დერეფანს და ოთახს, და თვითონვე საფირფარე შოსაჩკი, თავისი კმინდა ქსელებით. არავის იუბნებოდა, ყველაფერს მშვიდად აკეთებდა, როგორც უფლის მორჩილი. და როშა დაბრუნდა ის კაცი სამსაქსურში, და ნახსა, რომ მამა დირექტორი თვითონ ასუფთავებდა თუალეთს, და გული ლამის ამუვარდა ადგილიდან. ვამე, ჩმინდა თქვენსო მაგალო. რას აკეთებთ აქ? მამამ კი, უპათიბლად, მშვიდი ექსმით უპასუხა. შენს ადგილს ვუკავებდი. არ მინდოდა ვინმეს ეთქვა, რომ აკალდი და სამსაქსური დაგეკარგა. ვიცი, რომ ოჯაქსი და გაჩირვება გაქავს და ისე დაგექსმარე, როგორც შემეძლო. მაგრამ, გათექსოვ, ერთს, არავის უთაქსრა, რაც ნაქსე. ერთ მშვენია დეგეს მამა ნექტარიოსი მიქვის ერთ დიდებულ ოჯახში ქალაქში. ამბობდნენ, ვინმეს უნდა მოსაქმე ბინა, ერთი ახალგაზრდა გოგონა საქსელად ექსტრისანტია, საბრალო ბავშვი, რომელსაც სამი კლიდან მზის შივი აგარი ნახსა. მაგრამ, ვეი, როგორი თვალები ჰქონდა მის სულს, უფრო ნათლად ხედავდა, ვიდრე ყველა მშედველი, განსაკუთრებით იმას, რაც უქსილავია, სიყვარულს, იმედს, რკმენას. როცა მამამ დაინახსა, დიდად მოექსიბლა მისი სიკვმინდითა და სიბრძნეთ. შანგრძლივად ეძებდა სულიერ მოზღვარს და აი, ზექიურმა განგება მინება, რომ სკორდ გმინდა ნექტარიოსი გამჯდარი კომისი მრჩეველი. და მას შემდეგ, არა მარტო ექსრისანტია, არამედ სექსვაგულმოდგინე გოგონები ქშივერთდნენ მამას. სურდათ, მიეტოვებინათ გავეკანა დამეტელი სულით ქრისტეს მსახსურებას შესირვოდნენ. ისე ეკვროდნენ მამის სიტყვას, როგორც ცისილები, დედას ქათამს. და დროთა განმავლობაში მათში გაჩნდა მონაზვნური სექსოვრების სიყვარული. მამა მაგზარდა ისინი, ასკავლა და როშა დაინახსა, რომ მეზად იყვნენ, ასე უთგზრა. გადით, ქალიშვილებო შემნო, მოზებნეთ მშვიდი ადგილი, სადაც მონასტერს აშენებთ და გმერთს მოემსახსურებით მშვიდობაში. მე სამუდამოდ ვერ ვიქნები სემინარში, კლები ბევრი მოითვლება და ზვლებით იქებენ კრიალს. იქ, უფლის შესევნით, ახსლოს ვიქნები, რომ დაგექსმაროთ და გაგისიოთ სულიერი მეგზურობა. გოგონები გავიდნენ და, ლოქვებითა და ზიებით, ეგინის კუნძულზე იპოვეს მიტოვებული ძველი მონასტერი.
Kurt sevis kāros sakselit. Mamas mivida, mაშინ უკვე 58 წლის იყო, რომ ენაქსა ადგილი. და ჯოქსი ჩარკა მიკას დათქვა. აქ იქოს. აქ დაისვენებს თქვენი სული და აქ აინტება მონაზვნობის სანთელი, რომელიც ზლაია შემკრალა ამ დროებში. შემდეგ გავიდა, ელაპარაკა კუნძულის დიდებულებს და მიიგო თანხმობაში და დახმარებაში. რადგან როგორც სალქსი ამბობდა, ჩოდვა იქნებოდა. ასეთი კმინდა ადგილი და ასეთი კეთილი გეგმა დაიკარგოს. და იმავე წლის შემოდგომაზე, როცა უკვე მოაწესეს საჭირო საქმეები და ერთ მიტოვებულ შენობას წესი შეუჩვალეს, 20 ახალგაზრდა გოგონა დასახსელდა მონასტერში. ექსრისანტია, ბარმა, მაგრამ სულით მუშედველი, მონაზვნად შეიკვეჩა და მიგო საქსელი ქსენია. მამა ნექტარიოსი კი დარჩა მათი მეგზური, როგორც დავიდანვე იყო. როკა სემინარში წესრიგი დამყარა, რადგან იქაც დიდი საჭიროება იყო ნათელი გონებისა და არაბილი, მაგრამ ძლიერი ხსელის მამა ნექტარიოსმა არ დაისვენა, როგორც ზოგიერთები, როცა საქმე კარგად გამოვათ. არა და არა. ამოიკაფიკა საქსელოები და შედგა ეგინის მონასტრის მოვლას. ათენიდან ეგინამდე 1 საათნახევარი იყო გემით, მაგრამ მამა ნექტარიოსი არქ სიგლისას, არქ თალგებისას, არქ არაფრისას არ ნაგვლობდა. უფრო მიტიკ, მონაზვნებს უგზავნიდა ლამაზად დაწერილ ჩერილებს, სადაც იკითხებოდა ყველაფერზე, როგორც სამეურნეო საქმეებზე, ისე მათი სულის მდგომარეობაზე. უვლიდა მათ როგორც კეთილი მამა, რომ არაფერი მოხლებოდათ, არჩი საჭმელი, არქი ხსის მასალა, არჩი ლურს მნიბა, არჩი დაფიბაი და არქი ლოკვას. ჰეი, მაგრამ მოიჭა, აქ იქნება ყველაზე საოცარი ნასილი. როცა მამა ნექტარიოსმა პირველად დაადგა პექსი კუნძულზე, მოხდა ისეთი სასკაული, რომელსაც დგესაც კვებიან ბაზრობებზე და დგესასკაოლებზე. 17 წლის ბიჭი, ლერკამებით გამშდარი და გონებით ზლაია შეკუქსებული, ბოროტისულებით შეფკრობილი, როგორც გზანდაზმულნი ამბობდნენ, და იყო ზიზგით გსთუნვა და კვირილი, სანამ გემი ნაპირს მიადგებოდა. მოვიდა გირსი, მოვიდა კმინდანი, რომელიც გვიხსნის, გარბეთ და შიგებეთ. საბრალო ქსალქსი რა ეკნათ? ზოგი ცდილობდა მისი შეეკვრას, ზოგი დამშვიდებას, მაგრამ ის უფრო ხმამაგლა გაჰკვიროდა. მოვიდა რიზარეონიდან, ესა პენტაპოლისის მიტროპოლიტი. გმერთმა გამოგვიგზავნა დახმარება და როცა ბოლოს მამა ნექტარიოსი ჩამოვიდა გემიდან, გზალქსმა შიგება და მოუთქს რომ მთელი ამბავი. მაშინ მამამ მუშვიდი საქსით და ჩეჩიქსლოვანი თვალებით უთიქსრა. მომიკვანეთ ბიჭი. მუკვანეს საბრალო, შეკრული, თვალებით გაფართოებული და პირით ისევ იმავე სიტყვებს გაჰკვიროდა. მაშინ მამა ნექტარიოსმა გულით როგორც თბილი პური ჩასშექსედა, მოკლე ლოქვა კარმოთქვა, ისე მოკლე, რომ მამაო ჩვენოს. ბოლომდე ვერ მოასკრებდი და შემდეგ თქვა. ბოროტო და მათქვარო სულო, იესო ქრისტეს საქსელით, ჯვარქმულისა და აგმდგარისა, გამორიან ბავშვისგან. და მორჩა. ბავშვი მაშინვე დამშვიდდა, იმავე კუც განიკურნა. სალქსი კი გაშეშებული დარჩა, პირაგმა გაგებული. დაიქეს მამის ჩოქსალ კმინდანად მიშნევა და ამბავი მეტელ კუნძულზე გავარქელდა. მეორე დგეს, როკა მამა ნექტარიოსი მონასტრისკენ გაემართა, კიველა ელოდა ქუჩებიდან და ბაგებიდან. თითოეულ სურდა მისი ქსელის ამბორი, შექსიბა, ან თავისი გასაჭირის მოქოლა. და აი, მოდის ქალი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ავადმყოფობდა და მკოქსრებული და სატანჯველში. როგორც კი შიქსო მამის სამოს, წრემლებით სავსე თვალებით თქვა. მაკურთიშე, გირსო მამაო. და ვეგარაფერი მოასკრო სათქმელად, რადგან იმავე კამს განიკურნა. თითქოს ვიგაჭამ თვირთი მოხსნა მექსრებიდან და ქარში გაფანტა. და მას შემდეგ, ზვირფასო ჩემნო, მამა ნექტარიოსი აგარ იყო მაქსოლოდ მონასტრის დამარსებელი, არამედ სულებისა და შიულების მკურნალი, სიბრძნის მოზღვარი და სატანჯველთა ნუგეშის მჭემელი. ერთ ჩაქსელ ზაფშულს, როკასამ სელიკადნაქსევარზე მეტის ვიმის კვეთი არ ჩამოვარდნილა. სალქსმა თითქმის დაკარგა იმედი, რომ ვეგარ ჩტესლის მარკვალივით იყო დარჩენილი. მაგრამ მამა ნექტარიოსი რომ გაიგეს, რა თქვეს. გამო, გავიდეთ მონასტერში,
ვთხოვოთ გირს მამას, რომ ილოქოს ქვიმისთვის, რადგან მას აკავს გზა ქისკენ და გული, როგორც დაპლი. ასეთ ქვეს და ასე მოიქჩნენ, მოვიდნენ ქუდებით ქსელში, ექსმაში სიმდაბლით და თვალებში კრემლით. გირსო მამაო, გვიქვის ხანა, გვიშრება ვენაქსი, საკონელი კურვილით გვიქსო კავს. თქვი ერთი ლოქვა, კეთილო მამაო, რადგან მოგსოლოდ შენ შეგიძლია გვიქსნა. კარგი, შვილებო, იქსვალ კვირაა, კირვას აგვასრულებთ და უპალს ვეთხოვთ გალობას ჭიდან. და მეორე დღეს დილაუთენია გავიდა ქალაქის დიდ ეკლესიაში. ქრისტიანები ისე შეგროვდნენ, რომ ვეგარ ეტეოდნენ შიგნით. იმდენი იკვნენ, თითქოს დიდი დეგესასკაული ყოფილიყო ანსასკაული. და როცა სირვა დასრულდა და მამა გემზე ავიდა, რადგან ათენში უნდა დაბრუნებული იყო, მაშინვე დაიწყო შავი გრუბლების შეეკრება, ელვაკას ასობასავით კვეთდა, თითქოს ქვეკანა დასრულდებოდა. და დაიწყო ნამდვილი ქვიმა, ქარიშხლითა და გრიგალით. ასკამდა თითქოს ვედრაოდან, 3 დეგე და 3 გამე. ზალაქსმა მოექსვია თავსაბურავი და დაიწყო ლოქვა, ამჯერად, რომ შეჩერებულიყო ქვიმა. მაშინვე კიდევ ერთი ჯგუფი ქრისტიანებისა გაიგზავნა ათენში. მამას კვალ და ქვანიშჩემით სავსე თუშოვნით. კეთილო მამაო, გვალვისგან გვიქსენი, მაგრამ ახლა ქვიმა გვაქვს რჩობს. სტშოვე გმერც, რომ ცოტა დამშვიდოსწია, და რას უპასუხსა მამამ? ნუ გეშინიათ, შვილებო. ქვიმა იმდენი სანს მოდის, რამდენიც საჭიროა, რომ მისის საკობები და თქვენი სულების სავსე გაახსდეს რაკმენით. მერე შეკდება და სკორედ ისე მოხსდა. გრუბლები გაიფანტნენ, მასე ისევ გამოჩნდა და მათელი სალქსი ადიდებდა გმერც და მადლობას სკირავდა წმინდა ნექტარიოს. და აი, ასეთ დროს, სავსე იმედითა და სასკავლებით, სალაქსმა უფრო დიდი გულმოდგინებით დაიწყო მონასტერში სამუშაოები. ქსოლო მამამ, როშა დაინახა, რომ დრო მიდიოდა და იგი უფრო მეტად სიმშვიდისა და ლოქვისკენ იგზრებოდა, 14 წლის განუკვეთელი შრომის შემდეგ რიზარიონის საღვთისმეტყველო სემინარიაში გადაკვითა გადამდგარიყო. მორის უფრო ახალგაზრდა ქაში, რომ საქმეს ზალითა და გამბედაობით გააგრძელოს, რადგან მე მენატრებას იშუმე შემიშელისა და საუბარი გმართთან. და ასე 62 წლის ასაკში შეიტანა პენსიაზე გაასვლის თშოვნა, მაგრამ რა პენსია, რომ დამდარიყო შერდილში და კავა ესვა. არა, გავიდა, რომ კმინდა საქმე გაეგრძელებინა იმ მონასტერში, რომელსაც გაზრდიდა როგორც ჩვილს, სიკვარულით, შრომითა და ლოქვით. არ მიდიოდა მოგსოლოდ მასკავლებელი, მიდიოდა მამა ოქროს გულით, სკოლის სვეტი, ბრზენი მრჩეველი. და როგორც ამბობდა ერთი ბიჭი, თვალებით კრემლით სავსე. მამა ნექტარიოსი ჩევენტვის იკოდედაჩ, მამაკს და სინათლეჩ გზის ბოლოში. მოსკავლები, ვაიმათ, ეკვროდნენ მისი ანაფორის კალტას, როგორც ცისილები კათამს და ევედრებოდნენ. გირსო, ნუ მიგვატოვებ, გვეშინია უშენოდ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე იყო განშორება, ისინი ხსდებოდნენ მის გადაკვეთილებას. ასე რომ, მამამ დაიმშვიდობა ყველას და ავიდა გემზე ეგინისკენ. დაიკა, არ დამკვიდრებულა არ შტიდებულ კელიაში და არ კდით საქსელში, არამედ საკუთარი ქსელით აშენა უბრალო ჩელია, მოგსოლოდ ერთი მაგიდით, ფიქრის საკოლით და მაკესოვრის ქსათით წინაშე. და სკორდემ კელიაში, ზევირპასო შემნო, უნდა გათარებინა ქექსოვრების დარჩენილი დეგიიბი. არჩექსელი ზაფსულის დაგიეს, მამა ნექტარიოსი, იმის მაგივრად რომ ჩრდილში დამზარიყო როგორც ყველა კაცი. მონასტრის კართან შრომობდა დაუგალავად. ზველანაფორაში და სარკით გადაფარებული ქუდით, მოთმინებით გებავდა კედელს. და სკორედ მაშინ, როცა ახალგაგებილ კედელზე შას ავლებდა, მოვიდა მამა პილოთეოსი, მისი სულიერი შვილი. მაგრამ რომ დაინახა ასე თავამდაბლად და მტვრიანად, ვეგარში იჩნო. მივახსოვდა ნელა, მткиჩე ნაბიჯით და ისე მიმართა, თითქოს უბრალო მონას ესაუბრებოდა. აქ არის გირსი. აქ არის, უპასუხსა მშვიდად კმინდა ნექტარიოსმა. შიგნით არის? დიაქს, შიგნით არის. მაშინ მიდიდა უცარი, რომ მისი სულიერი შვილი მოვიდა და სურს უმალვე იქსილოს. წმინდა ნექტარიოსმა არ ჩიკამით რომ არ შეიმჩოქსრა და ვიმშვიდად დაუქნია და მამა პილოთეოსის უფთად შეგებელ ოთახში შეიპატიზა, რომ ცოტა მოსვენა. და ვიდრე კედელზე კირიჩკი არ გამშრალიქო, აი უკვე ისევ გამოჩნდა წმინდა ნექტარიოსი, მაგრამ ამჯერად ეპისკოპოსის ანაფორაში,
ჯევარი მკერდზე და კვერთხის ელში. მაშინ მამა პილოთიოსი, რაც აქამდე არასდროს ენაქსა, გაჩუმდა როგორც თევზი ქალში. სირჩი გზვილი ისე მოიჩვა, რომ ადგილზე დაიჩოქა. მკარე დათირდა და პატიებას სეთუშოვდა, როგორც ბავშვი, რომელსაც საიდუმლო გამოაშკარავეს. გოსოლო ქმნიდა ნექტარიოსი და ვისი ბუნებით, ტბილი და გულმოქალე, მაშინვე აპათია, გამოაკენა, ჩაექსუთა და სულიერი სიტყვები უთიქსრა, როგორც მგსოლოდ ქმნიდანებს შეუძლიათ. როგორ შემიძლია, ქმნიდაო მამაო, რომ ამპარტავნების ჩოდვა დავზლიო. აკიცა მამა პილოთეოსი მსრემლებით თვალებში. სამინდა მამები ამბობენ ასე, როგორ შლურსმანი ლურსმანს აგდებს, ისი სათნოებას ლევს ჩოდვას. ამპარტავნება სიმდაბლით, სიზულვილი, სიკვარულით, სიზუნზე, გულმოქალებით, გზარბობა, მაქსვით და ასე შემდეგ. იმ დროს მონასტერი სავსე იყო საქმით, ისე ისმოდა ველი შაქუშების, ქირის, ლოქვების და ოპლის ექსმაურით. და როგორც ქირი ქლის გარეშე ვერ იკამნება, ასევე რეკმენა ვერ ძლიერდება შრომის გარეშე, აქ მოაჩინეს მონაზვნებმა, მამა ნექტარიოსის წინამძღოლობით, რომ ქალი შერდებოდათ და არაჩოთა, არამედ ბევრი, რადგან მაზიმე საქმე მოდიოდა. და რადგან მონასტერში საკმარისი ქალი არ ჰქონდათ, თქვა მამამ, გავიდეთ, დედებო, ველისკენ. იქ არის ერთ გლექს ჩაიზოში, იქნებ დაგვექსმაროს იმით, რაც აკავს. ჩასვეს ქასრები ერთ ძლივს სიმკრით, ჩექსენზე შემდგარ ურემში და გაუდგნენ ველზე. როცა გოსპოდარს კართან მივიდნენ, მამამ მოშვიდი და თბილი ხსმით დაუზაქსა. ზმაო, ჩოთაოდენ ქოლს ექსომარ მოგჩემდით? ქრისტეს გვჩერდება და შვენიჩა უფრო მშრალია, ვიდრე მშირის ჯიბე. მაგრამ გოსპოდარს სიმართლე რომ ეთქვას, არ კმისიჩა იქორა კარგი. სათლი რომ ჩაგედო, თითქოს მისის პოსკერს ურთკამდი და არა ქოლს. და ჩოთაკ სიზონშით, ჩოთაკ შიშით, რომ მის ბოსტანში საქსპი და ოქსრაქსუში გაშრებოდა, ასე უპასუქსა ნაქსივარი პირით. მამაო, ჩვენც არ გვაქვს ქალი, ჩათითქმის მშრალია, უკეთესია, არა. მამა ნექტარიოსი სიტკვითაც არ შეკუქსებულა. მაქსოლო თბილად შექსიდა, მოშვიდა და მოიოქსრა და ზურგ შეკჩიულმა უთქსრა თბილი, მაგრამ გრმა ექსმით. ჯანმრთელობა და მოშვიდობით გაადარჩენა. აქსლა გოსპოდარები გაუქებულები დარჩნენ, რას გული ხსმობდა ამით, ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ქუდქვეშ გაკაჭრულები. მაგრამ ბევრი ფიქრის დრო არ ჰქონდათ, რადგან მალე ისეთი ხსმაური გაისმაჩიდან, თითქოს დედამიწის პირი გაიხსნა. ჩა, რომელიც მანამდე მოქსოლოდ ქოვა და ამავება იყო, აქსლა ისე გადმოდიოდა, რომ კალეკა ყველაფერი გზაზე. ბოსტნები, ბილიკები, გოგრები და ნიორის კონები. გოსპოდარი და მისი ოჯახი მუხსლებზე დაეჩნენ, თვალებზე ქსელები აიფარეს და თიროდნენ, როგორ ბავშვები, სუფთა სასკაული და როგორ ბუნებრივია, აგარ გაჩერდნენ, სკრაპა და ვიდნენ მტაზე, მონასტერში, რომ პატიება ეთქვსოვათ მამა ნექტარიოსისთვის. დიდი მეტანიები დაიკრეს, სიზუნცეფეს ვიანა და მოიზირკვეს და თქვეს. მამაო, ამიერიდან, ქალს ჩვენი შიდან აიგებთ რამდენის გსურთ და რო გაგსურთ, რადგან ის უკვე აგარ არის ჩვენი, არამედ უფლისა. ერთ როგეს, ქმნიდა ნექტარიოს მოაფიქრდა მათაზე ასვლა, პატარა პარაკლისში, რომელიც ქმნიდა დაიონისის საქსელზე იყო ნაკურთხში. უნდოდა იქ აგესრულებინა გიფთის მსაქსურება, სიმაგლეზე, ცისა და ანჯელოზების აქსლოს. ნელ-ნელა ადიოდა ბილიკზე, რომელიც ირგვლივ ოქსვევდა და აი, რა ნაქსა. გველი, ისეთი მეშვილი, როგორც კაჩის ქსელი და ისეთი გრძელი, როგორც ამბავი, გადაუხრა გზა, მაგრამ წმინდა ნექტარიოს ერთი ზარგვი არ შესრა. მშვიდი შუბლით და უზრავი გულით გადაისაქსა ჯვარი და ქსმამაგლა თქვა, იდგი უზრავადიქ, სადაც ქსარ, იესო ქრისტე იმარჯვებს? და დიდო სასკაულო. გველმა ჩოთა იპარტსალა, თითქოს უკმაყოფილებას ამსგავნებდა, მაგრამ მერე ადგილზე გაქვავდა, თითქოს ზექიურმა ზალებმა დაამარხსის. გამინდანი ისე ჩაუარა გვერდით, როგორც კუნძის ჩაუვლი გზაზე. ავიდა ზემოთ, გირსულა და გასრულა გფთის მსაქსურება და როშა ისევ იმავე გზით დაბრუნდა, ნაქსა ის უბედური ისევ გალავნილი, თვალი გადმოკარკლული და ენა გადმოგდებული, სრულიად უზლური.
მაგრამ ეს ყველაფერი კი არ არის საკვარელო ჩემებო. წმინდა ლიტურგიისას საკურთხეველში ვინც წმინდა ჩექსოვრებით ჩექსოვრობდა და მარგზვითა და ლოქვით თვალები გეკმინდათ. ისეთ რამებს გსედავდნენ, რასაც უბრალო კაცი შვიდ სიცოცხლეშიც ვერ ითქოდა. ერთმა მონაზონმა წმინდა სქიზოვრებით გამორჩეულმა ამბობდა, რომ ხშირად შედავდა წმინდა ნექტარიოსის გვერდით ბრკინვალე აქსალგაზარ და მეომარს, ლამაზი საქსითა და გმირივით მოტკიჩე. ეს იყო თვითკმინდა მინასი და კარგულთა მფარველი და მართალთა თანამდგომი. დგებოდა მის გვერდით, როგორც ძმა სამშრე, სკორად და მარადიული. კიდევ იყო სხვა მონაზონი, რომელმაც უფრო საოქარი რამ მოყვა. ერთ დღეს ლიტურგიის შუაგულში, როცა თითქოს ყველა ანჯელოზი ჩამოსულიყო მონასტერზე, მან დაინახა, როგორ შევიდა წმინდა კარიბჭით ქალი, უთქმელად მშვენიერი, მშვიდი საქსით და ნათელივით სამოსლით. გზელში ოქროს ჩვილი ეჩირა. მიუახსოვდა წმინდა ნექტარიოს, ჩვილი გადასცა და მაშინვე გაქრა, ზუსტად მაშინ, როცა დაიკო ღირს არს. სიმღერა. გველამ გაიგო, რომ ეს იყო თავად კოვლად წმინდა გიფთის მშობელი, დავის ზესთან, უფალ იესოსთან ერთად. ერთ დღეს, დიდ სიკვდილში, წმინდა ნექტარიოსი ნელა ჩამოდიოდა სოფლის ქუჩაზე. ერთმა გლექსმა ეზოდან რომ დაინახა, დაუზაგსა. კოვლადუ სამგოვდელო, შემოიარეთ, ოდნავ დაისვენეთ შერდილში და ჩივიქლის ჩიკასვით, მზემ რომ არ დაგწვათ თავი. წმინდანმა ეზოში შეარა, დაждდა ზველსა და დიდ ზეთის სილის ისის ქვეშ, სიქსარულით მიგოქლის ჩიკა და მასპინძელმა უთხრა რა, მამაო, ერთი გასაჭირი მაქავს. ეს ზეთის სილი, რომელიც ასე მიკვარს, უჩნაური სიტელი კალიებითაა შეჭმული. ნაყოფს ისე შამენ, როგორც ქურდები გამით. მეშინია, რომ ზეთის სილის გარეშე დავრჩე. მაშინ კოვლადუ სამგოვდელომ სანგრძლივად შეექსედა ზეთის სილს, გულიდან ამოსულ ოქსვრას ამუშვა და გააგზავნა ვინმე მონასტერში წმინდა ჯავრის მოსატანად, შემდეგ გამოდგა მოკლედ, მაგრამ რკმენით სავსე ილოკა და ზეთის სილს ჯავრის ნიშანი გადასახსა. და ნახეთ რა მოხდა, ძლივს ჩამოიგო ქსელი, რომ სიტელი კალიები ერთიანად, როგორც სკელი გრუბელი, ზუზუნით აპრინდნენ და თვალის დაგსამსამებაში გაქრნენ. მაშინიდან, იქოდეთ, ის ზეთის სილი აგარას დროს შეექსებაია არჩ ქალოს, არქ სიქსვა შიერს. პირიქით, კოველცელს იზლეოდა ყველაზე უქსვუ და გემრიელ ნაკობს მთელ კუნძულზე. შორიდან მოდიოდნენ სალექსი, რომ შეიზინათ, გასინჯათ და ეკითხათ, რას უშვებით, რომ ასეთი კარგია, და გლექს ჩრემლი ერეოდა თვალში, როშა პასუხობდა. ჯამინდა ნექტარიოსმა და ლოჩა, ამიტომა. ჰეი, და ნუ დაგვავიქდება კუნძულის მეტევზიები, რომლებიც იმდენად უყვარდათ კოვლადუ სამგოვდელო, როგორც საკუთარი თვალის ჩინი. მოდიოდნენ ისინი მონასტერში თავიანთი ბადიბით და არტოვებდნენ იქავრობას, სანამ წმინდანი არ აკურთხებდა. და როგორ კი წმინდა ნექტარიოსი ქსელს დარებდა ბადიბს და ლოკვას აგავლენდა, ისინი გადიოდნენ ზღვაში და ბრუნდებოდნენ ნავებით სავსე თევზით. ისე, რომ კალათებში აღარ ეტიოდა. და თავისი სიკეთით, ისინი არჩევდნენ ყველაზე ლამაზ თევზებს, პრიალა კარიკლაპიებს, დორადებს, რომლებსაც პირიდან ქალი გადმოგაჯებოდა და სიქსვა ქერსლიანებს სიგრმიდან და უგზავნიდნენ მონასტერს მამების ტრაპეზზე. ერთ დღეს დედა თეოდოსია ერთად ადიოდა წმინდა ნექტარიოსთან იმ გზაზე, რომელიც ქალაქიდან მონასტრამდე მიდის. ნელ-ნელა მიაბიჯებდნენ და უჩებ მათ წინ გამოჩნდნენ ორი უჩვილო კაცი, არჩ მოგზაურები, არჩ ადგილობრივები. ერთ-ერთი იყო წმინდა დიონაიზე, რომელიც ყველა მორკმუნეს კარგად იქოდა, სოლო მეორე, ჯარისკაცი ბრკინვალე სამოსელში, ისე რომ თვალებს გიბრმავებდა. წმინდა დიონისემ ნაზი ექსმით უთხრა: რას შვები, ნექტარიოს? დიდი ხსენია გელოდები, რომ მოგზვიდე. მამა ნექტარიოსი, გიფთის კაში, მაგრამ მაინც კაში. ოდნავ შეზრქუნდა, არ აქვს უმროება, გზაზე წმინდანებს რომ ნახსო. კურადღებით შეექსერა ჯარისკაშის, რომელიც დაიონისის გვერდით იდგა და გაკვირვებით იკითისა. ეს ზიმა, ჯარისკაცის სამოში რომ არის, ვინ არის? ეს არის წმინდა მინას, ისიც აქ შეცხოვრობს, უპასუხსა დიონისემ გიმილით. და როგორც სკრაპად გამოჩნდნენ,
ისის კრაფად გავჩინარდნენ. დედა თეოდოსია ფაირიგია დარჩა, ქსოლო კმენდა ნექტარიოსმა შუბლზე ჯვარი გადაესახსა და თქოვა. საოჩარია უფლის საქმენი. მაგრამ მოიჭა, ჯერ არ დამთავრებულა. ერთ საგამოს, ვაკშმის ჟამს, მონასტრის დედებმა ერთი და გაგზავნეს, რომ პატიოსანი მამა ნექტარიოსის უპრასთან მოიცვიათ. ქავიდა და პანჯრიდან ჩაქსედა მის კელიას და რას ქსედავს, გაშეშდა ადგილზე. შიგნით, მამა ნექტარიოსი ესაუბრებოდა სტუმარს, აქსალგაზრდა, ბრკინვალ, ჯარის სამოში ჩაკმულს. დაიბნა და ოდნავ შეშინდა დედა, სირქისვილით უკან მიბრუნდა და უთესრა დანარჩენებს. ვერ შევაქუქსე, სტუმარი ჰკავს. ჯარისკაცი, ბრკინვალ საქსით. გვიან, როკანება იცოვეს, რომ მისული კვნენ, სტუმარი უკვე გამკრალი იყო. შევიდა დედა და ჰკითხა მამას, ვინ იყო თქვენი სტუმარი ამ საგამოს? რა სტუმარი? უპასუხა კმინდა ნექტარიოსმა. ის ბრკინვალე ჯარისკაცი, ვისთანაც ჩოთა ექსნის წინ საუბრობდით, მამამ გიმილით, მშვიდი ექსმით უთაიქს რა. შენს ნაქსე, შვილო? დაიაქს, ვინ აქსე? მაშ იქოდე ის იყო კმინდა მინას. და იმ დღიდან ყველა მონასტერში იქოდა, რომ მარტო არ იქმნენ კმედაზე. მათთან ერთად იქმნენ კმინდანები, ენჯელოზები და თავად ჩოქსალი ოფალი, რომელიც თავის თავს უჩვენებს მათ, ვისაც გული სუფთა აქავს და საქმე, მართალი. მამა ნექტარიოსი, გული რომ ჰაკონდა თუნდაც საკალათე ბორბალივით დიდი და გონება, მდაბალი, არჩდგე იცოდა მოსვენება, არჩგამე. გზან მსაქსურებაში იყო, გზან საქმეში, გზან დებთან ლაპარაკში, გზან კი გარიბებსა და დაბეჭავებულებთან, რომლებსაც არასოდეს უკეთავდა მონასტრის ქარიბჭეს. პირიქით, გიმილით, სიმშვიდითა და კეთილგანკობით იგებდა, თითქოს მათი ახსლობელი ყოფილიყო ადრიდანვე. არქერთი დიდი დეგესასკაული არ გადიოდა ისე, რომ სალქსი არ მოსულიყო მონასტერში, სოფლებიდან, ქალაქებიდან, კუნძულებიდან და კიდეც ზღვარგარეთიდან. მოჰქონდათ მათ თკივილების თვირთი და იმედით სავსე გულები, რადგან ყველა მიჩოდა, მამა ნექტარიოსი, ლოქვითა და გვთის ნაბოზები ზალით, სულიერადაც კურნავდა და ქსორკიელადაც. თითქოს არ იყო იგი უბრალო კაცი, არამედ წმინდანი, თავმდაბალ ქსორკიში დამალული. მაგრამ, ჩემო კარგებო, როგორი მადლმოსილიც არ უნდა ყოფილიყო მისი ჩექსოვრება, არჩ მამა ნექტარიოსი ყოფილა და ცulis თკივილისგან. ძველი, მზაპრი და მტკივნეული სენიკლების განმავლობაში დაჰქვებოდა, როგორც ეკალი ქსორსიში, მაგრამ იგი არჩ შეჩივლებულა, არჩ უკურთხებია. მოთმინებითა და მშვიდობით აგრძელებდა მსაქსურებას. როგორც ძველი ჯარისკაცი, რომელიც გაიარა გზარდა კრის, სანამ ბოლო ჟამი არ დადგება. როცა 74 წელს მიაქცია, გრძნობდა უკვე, რომ ამ ქვეკნიურ ჩექსოვრებასთან გამოტოსოვის ჟამი მოაქსლოვდა. როგორც რბილი შემოდგომა მოსდევს ქსანგრძლივ ზაფხულს. მოიკრიბა მანძალები, აიგო სულიერი კვერთხი და კიდევ ერთექსელ, სიფრთხილითა და ნაზობით მოარა თავის სულიერ შვილებს, როგორც მაქემსი ემშვიდობება თავის სამაქსოს. და როცა ჟამი აგიფსო, მამა ნექტარიოსი მშვიდად გავიდა, როგორც სანტელი, რომელიც ქვამლის გარეშე ჩაქრება. უკან კი დატოვა სიჩმინდის სურნელი და მონათრების ჩარემლები, და ვინც კი იცნობდა მას, ყველა ამბობდა. ეს იყო გვთის კაცი, იშვიათი მზის ქვეშ. ახსლა კი იცოდეთ თქვენც, ჩემო კარგებო, რომ წმინდანის სიკვდილი არ არის დასასრული, არამედ დასაკისი. ის გავიდა ოპლისთან, მაგრამ დარჩა ჩვენთან, ლოქვაში, სასკოლებში და იმ სიკვარულში, რომელსაც სიკვდილი ვერ ერევა. და თუ ოდესმე იქვიეთ ეგინის კუნძულს, ნუ დაიზარებთ მონასტერში ასვლას და უთსარით, უპალო შეგვიკალე, კმინდა ნექტარიოს. ისაუქილებლად გიზმენთ და გიპასუხსებთ, მაგრამ თავისი გზით. ქრისტეს შობიდან წელს 1922-ში, როცა მამა ნექტარიოსი გრძნობდა, რომ სიცოცხლის ბაკარი ნელ-ნელა იკვრებოდა, გადახვიდა კიდევ ერთექსელ ესვლო მეტაზე, გასულიყო ყოვლადწმიდა გვთის მშობელთან, იქსრისო ლეონტისის ძველ საკვირველთ მოქმედ სათთან. აიქვანათა ნორი მონაზონი, თავად კი შეეჯდა თვინიერ ვირიკოზე, როგორც თავმდაბალ ადამიანს შეშვენის. რაც შერდებოდა წმინდანს არქ პანჯრიანი ეტლი, არქ სამეფო კარავი, რას იზამდა მიჭიერი კედმაგლობით კაცი, რომლის გული სულ ზექისკენ იყო მიბმული,
იქ რომ მივიდნენ, მამა ნექტარიოსი შევიდა ეკლესიაში. და იმ გამსვე, როცა პექსი შიგნიდან შედგა, ჰერიჭკი თითქოს ჩუმად ჩამოжდა. დემშო მოქსლებზე, შუბლით მიკასეჩა, ღვთისმშობლის გზათის წინაშე და დაიქო ლოქვა, არა სიტყვებით დაქსვე ქილი, არამედ სექსილი კრემლებით, როგორც მამაშვილების თვისითირებს. ღვთისმშობლო, ჩურშულებდა კანკალით, იქავ ჩემთან ვნებების ჟამს. როცა თვალები ჩემი დაიხშუჩება, შენ დამიდექ შენსავით. ნუდამტოვებ მარტო იმ გრძელ გზაზე. და როცა გავიდე, შენ დაიქავი შენი საქსლი, ჩემი მონასტერი, ჩემი მონაზვნები და ყოველი სული, ვინ შენდობით მომიქსმობს ლოქვაში. და როცა გსაც დაყვანისგა, იმ სიქმეში, რომელიც ზვალმდუმარემდე აგწევს, მამა ნექტარიოსმა თქვა გულში. და ვრჩები აქ ჩოთა ქსანს, და უმშვიდდები, რამეს დავსერ, აზრებს მოვალაგებ. ლოქულობდა მთელი გულით, მზრემლებით წერდა, გსაც კი უჩქერდა, რადგან გრძნობდა, იქიდან მოდიოდა პასუხსები იმ მაზიმე კითხვებზე, რაც ტანჯავდა, რა ბედიელის მონასტერს, მონაზვნებს, იმსულებს, რომლებიც მას ეძებდნენ. ყველაფერი, რასაც აქტოვებდა, ასე გავიდა 15 დღე. და ერთ დილით მიშვიდი რომ იქო, თქვა. ვერეია დროა დავბრუნდე საქსელში, ჩემიდა სამების მონასტერში. და ეგო გზა ისევე მკუშტებილიქით, ვირიკოთი და თავისი ორი მონაზნით თანმოქმლები. როცა ავიდნენ ერთ ბორკვზე, საიდანაც მთელი კუნძული მოჩანდა, მონასტერიკ, ქალაქიც, ყოველი სამკოპელი, წმინდანმა სტზოვა. ჩოთა შეჩერდით, ერთი ლოქვა წმინდა ვთქვა. დემშო მუქსლებზე, იქ გაჩერდა უზრავად, თითქოს სუნთქვაც აგარ ჰქონდა. მონაზვნები უჩქერდნენ და გრძნობდნენ, როგორ თკბებოდა ჰაირიმის გარშემო. მაგრამ ერთს გულით უფრო შიშველს შიში შემოპარა. ნეტა რამექსო მარდემართა. მივიდა ჩუმად, ქსელით მსარზე შეიქსო. მაშინ მამა ნექტარიოსმა მოტრიალდა, გრმა სიმშვიდით შექსეიდა და უთექსრა. რად შეგეშინდა და ლოქვა შემაკვეთინე? ო, მონაზონს თავი ისე შირკახშვდა, როგორ შოშარქსალს გაციტელდა საქსე. უკან დაიქსია, მაგრამ კომინდანმა გაიგიმა და დამოთა. აქსლავა ქურცებ უკანასკნელად ჩვენს მონასტერს, ქალაქს და მთელ კუნძულს, რადგან მალე გავალ. სად მიდიქსართ, ყოვლად გირსო? ჰაკითხეს მონაზვნებმა, თვალები დიდი ჩრემლებით სავსე. ზეჩაში, უპასუხსა მშვიდად, თითქოს იუბნებოდა, მეზობელ სოფელში ვირაზმნივით მივდივარო. ამ დროს ფექსები მოეკვეთა მონაზვნებს და შუმად ატირდნენ. გაგრძელეს გზა და მივიდნენ, გულდაჩიმულნი, თავიანთ საკვარელ მონასტერში. მაგრამ შემდეგი დაგიბი იოლი აგარ იქო. მამა ნექტარიოსი თვალსა და ქსელს შუას უსდებოდა. თიკივილების ტანჯავდა, მაგრამ ლოქვას არ ანებებდა და არასოდეს უჩიოდა. და რადგანაც მისი მდგომარეობა დამზიმდა, მონაზვნებმა ათენში, სავად მკოპოში გაიკვანეს. აიქვა თავის საკოლში, საქსენათელი, როგორც კოველთვის. ლამასად ესაუბრებოდა ავადმკოპებს, სულიერი სიტყვებით. იუბნებოდა, ტანჯვა სასიელი არ არის, არამედ კიბეა ღმერთისკენ, თუ იმედითა და ლოქვით იტვირთავ. როგორ ოქროს შეშექსილში იქმნდება, ასევე იქმნდება ადამიანი თკივილში. და კიდევ ამბობდა, ჩვენი თკივილით ვარდებით მაკექსოვრის თკივილს, რომელმაკ ჯვარს აჩვა თავი ჩვენთვის. რა არის შულის კრილობა, სულიერი სნიულების წინაშე, როცა სული რქება უგმერთოდ? ასე, ლოქვით ბაგეზე და ანჯელოზებით გარშემორტკმული, 1930 წლის 8 ნომრის საგამოს, როქა ზეკაში ზეიმობდნენ მთავარანგელოზნი მიქაელი და გაბრიელი, მამა ნექტარიოსი მშვიდად და ნაზად მიქვალა. გადავიდა საუკუნო ქექსოვრებაში და დაივანა მართალთა შორის, კემინდანთა და ანჯელოზთა თანა. ქონობა, რომ მათი კემინდა მქემსი განეშორა ამ ქექსოვრებას, კარზე სკრაპად გავარქელდა. მთელ კუნძულს შავი სევდა მოიდო. სალქსი პორტში იკრიბებოდა, მოდუმარედ, რათა დააქსვედროდნენ ქსომალს, რომელიც მის ჩაქსედარს მონასტერში დაბრუნებდა, იქ სადაც მისი გული ბუდობდა. მაგრამ, იჩირა იქო საოჩარი, გლოვის შუა გულში ყველა მიგრძნო რაგაჩ გამუთქმელი. მშვიდობა, თკბილი სიმშვიდე, როგორც მაშინ, როცა იცი, რომ ვიგაჩას შენი სიყვარული სიკვდილსაც კი აგემატება. მაგრამ იცოდეთ,
სასკაულები აქ არ დამთავრდა. მონაზვნები, რომლებიც დგედა გამეუთვალთვალებდნენ მას, როგორც ზვირფას განძეს, ოთახში სიπერტსილით შევიდნენ, რომ მოემზადებინათ. და რადგან ფიქრობდნენ, რომ უქსერშული იქნებოდა მისთვის საავადმყოფოს უბრალო სამოსით უკან დაბრუნება, გადაკვიტეს გამოეჩვალათ. რადგან მკვდარსაც ეკუთვნის ღირსება, მით უმეტეს ქმინდანს. მისი საკოლის მეზობელი ერთი უბედური კაცი იყო, ძლიერი გარეგნულად, მაგრამ ბედისწერის დამსობილი. ავარიას გადარჩენოდა, თუმცა სელქვემოთ მთლიანად დამბლა და შემული დარჩა. ექიმებმა ხსელი ეკნის, აგარ არის მკურნალობა. ზურგის ტვინი დაზიანებულია. ეს ადამიანი ფეხზე აღარასოდეს დადგება. და აი, იმ გამს, როცა მონაზვნებმა ქმინდანის შავი, მათქლის ჟილეტი გაგსადეს და პრცილად დაასვენეს პარალიზებულის ფეხებზე, ჯერ კიდევ შელიც არ ჰქონდათ უკან საგებული, რომ ავადმყოფმა უთნაური სითბო იგრძნო. თითქოს თალგა გადაავარა მთელ სულს, არადენისგან, როგორც ვამბობთ დაგეს, არამედ შიდან, პირდაპირ ღმერთისგან. თითქოს ბორქილები მოექსნა ზვლებს შიგნით და სულს ზალა დაუბრუნდა. ჯერ ერთი თითი, მერე ერთი ფექსი, მერე ორივე. და ღმერთო მოკალეო, სანამ გაუქებისგან სუნთქვას მოასკრებდი. კაცი ნელ-ნელა გამოდგა საკოლიდან, კრემლები მდინარესავით ჩამოსდიოდა საქსეზე და დაიქო სვლა, ნაბიჯი, თითქოს არასოდეს არაფერი სტანჯავდა. ვერ იჯერებდა საკუთარ ფექსებს, ვერ თვალებს, ვერ ქურებს. ის უქურებდა მონაზვნებს, მონაზვნები, მას და ყველანი გაქვავდნენ გაუქებისგან. და მაშინ ატკდა ტირილი. მონაზვნები კრემლიანი, ქსელსაქსოქებით ქსმინდანის ქსელებს, გოშნიდნენ და ქსმამაგლა კვიროდნენ. სასკაული, სოლო განკურნებული, იმოსისგან ექსმით ჩაქშული, ქვითინებს შორის ჩურშულებდა. ღმერთმა მომჩა ეს ნიჩი ამ ქმინდანის მეშვეობით, სიჩო ქექსლე დამიბრუნდა. და აი, ასე გავრჩელდა ამბავი, უფრო სკრაფად, ვიდრე მთის ნაკადული, ჯერ მთელ საავადმყოფოში, მერე მთელ ქალაქში, რომ ქსმინდა მამა ნექტარიოსი, მართალია, უკვე გადავიდა იმ კვეკნად, მაგრამ მეინც მოქმედებდა, მეინც აკეთებდა სასკოლებს. ეგინაზე ვერ შეერთ ადამიანს ვერ იპოვაიდი, ვის გულსაჩარე ჩქარებოდა პორტში, როცა მათი ქმინდა მაკემსის ნეტარიულად განსვენებული საქსიული დაბრუნდა. ყველანი შავებში იყვნენ, თითქოს მთელი კვეკანა გლოვობდა. ზარები დაუსრულებლად რეკდნენ, გლოვის ექსმამ იმდენად ჩაგლეჯდა გულს, რომ ცრემლი თავისით ჩამოსდიოდა. თვითონ სომალდიც კი შავი დროშებით იყო შემოსილი. მაგვდლები და ბერები, აქსალგაზრდები და მოქსუჩები, ქალიშვილები და დედები ჩვილებით სელში. ყველა ისკრაფოდა, რომ ერთი ქუთით მენჩ შემოექსო მათი წმინდანის კუბოსთვის. როცა მონასტერში მიაბრძანეს, დიდი პატივით დასვენეს ტაძარში. მონაზვნები ტიროდნენ, როგორც ბავშვები, დედა რომ დაკარგათ. და მათ შორის იდგა წმინდანის მშვიდობით სავსე სქსიული, რომელიც საოქრად არ კრიდა სიკვდილის სუნს, არამედ განასჩივებდა ზექიურ სურნელს, რასაც კვეკანა არ იქნობდა. და კიდევ უფრო საოქარი, შუბლზე მისდიოდა მირონის კვეთები, როგორც ჩიური ქვარი, თითქოს თვითონ ღმერთი აგესამა მას ქმინდა ზეთი. მაშინ ირო მონახსებმა და მოკვდლებმა დაიქეს საგანგებო ლოქვები. უკვე გამის 2 საათი აიქო, მაგრამ გასვლა არ კერტს არ სურდა. მთელი გზალში მდუმარე დედგა, ლოქვაში ჩაფლული, თითქოს დრო შეჩერებულიკო. და როშა დასრულდა სირვა, გამოდგა დედა ქსენია, იგუმენია, უბედური ისკალი, რომელსაც თვალებით ვერაფერი ეჩვენებოდა, მაგრამ გულით და სულით შედავდა ყველაფერს. და თქვა მან ნაზი, მაგრამ მტკიცე ექსმით. ზმებო, ქმინდანის ნათელი არ ჩამკრალა, უფრო ძლიერად ენთო ზეკაში. ნუ ვითირებთ, თითქოს დავკარგეთ, არამედ ვილოქოთ მის მიმართ, რადგან აქსლა უფრო ჩოქსალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ყველამ დაუკრა თავი, რადგან გულის სიგრმეში გრძნობდნენ, რომ ასე იყო. მათი მამა, ქმინდა ნექტარიოსი, სულაჩარკასულა, არამედ მაქსოლოდ სამსახსური გადააქჩია უფრო მაგლა, ზეკაში, რომ იქიდან კიდევ უკეთ დეპარებინა ისინი. და კიდევ უთვისრა დედა ქსენიამ, როშა შვენს შორის ქშოვრობდა, გამინდა ნექტარიოსი ამბობდა ნაზი, მაგრამ მტკიცე ექსმით. ამ ადგილას
რომელიც აქსლა უდაბნოა და ადამიანთა მიერ დავიქებული, აგიმართება კათედრალი ისეთი სილამაზით, რომ თვითჩა გაუჩნდება. გაიხსნება გზები, ათასობით მანქანა მოვა და მილიონობით ადამიანი ივლიან აქ, რათა თაგვანისკენ გმერთს. ჩვენი მონასტერი იბრკინებს და მთელ მსოფლიოში გახსდება ცნობილი. დედა ქსენია, რომელსაც სულიერი მოგზაურობა ჰქონდა და ინახსა ქმინდანის გორდიმსა გამოს, როცა ამ ქვეყნიდან გავიდა. გამოჩნდა მონასტრის ეზოში, მშვიდი და ნათელი, როგორც გაზაფშულის დგე და უთექსრა. მოვედი, რომ დამშვიდობება მეთქვა. გაიქსარეთ. და შოთაქსანში მოვიდა ტელეგრამაც, რომ მამა ნექტარიოსი ზეკას მიებარა. სამიდეგე და სამიგამე მოდიოდა ქსალექსი, რომ დამშვიდობებინა ქმინდანის სულიერებულ შეულს. და ქსედავს აოჩრებას, შეეული არათუ სიკვდილის სუნს აფრქვევდა, როგორც ბუნებრივად ელოდა კაცი, არამედ თკბილ, სურნელოვან სუნამოს, მირონისა და ალოეს სურნელს, ისე რომ აგარგინდოდა ეკლესიიდან გასვლა. ერთი ახსალგაზრდა მონაზონი, ჯერ კიდევ გამუშდელი, თქოვა, თითქოს კარგი იქნებოდა, თუ სასკრაფოდ ჩაასვენებდნენ, ნუ გაფუშდებას ქსეული. იმ გამეს რა გონია? ნაქსასის მარი. კომინდანი მოვიდა მასთან სინაზით და უთექსრა. მიცარი, შვილო, ჩუდისუნი აკავს ჩემს ქსელს? არა, თქვენი უმაგლესო, მირონისა და ალოეს სურნელი ასდის. მაშინ ნუ გეშინია. გამოიგვიზა მონაზონმა თვალებში ტრემლით და გულში სიმსუბუქით, მუდგს რო ყველას თავისი სილვა და ყველა მიცოდა, სინაშე ჰქონდათ არა მოკვდარი კაცი, არამედ წოკისალი ქმინდანი. სამიდაგის ლოქვითი, მაგვიზარების შემდეგ ჩასვენის ის წესისამებრ და კიდევ უფრო ლამაზად. მეტელი კუნძული იქ იყო, პატარა და დიდი, მაგვდლები, დიაკვნები, მასკავლებლები, სტუდენტები, სალქსი ათენიდან და ყველა მაგსარიდან, ვინც ისნობდა მასან მაქსოლოდ საქსელი ჰქონდა გაგონილი, როგორ შნათლის შივი. მაზის ამოსვლის მაგსარეს დაუბრძანეს, როგორ კოშირს მართალთ. და არიკო მარტო სევდა, არამედ საიდუმლო სიქსარული, რადგან მიტიერი დასასრული იქ ჩაზექიორდა საკისად. და სასკავლებიც არ დაგვიანა, მოდიოდა ქსალქსი, თაგვანს კემდა, იქურნებოდა. გმერთს უბრუნდებოდა სულითაც და სკევლითაც და ქმინდა ნექტარიოსი იქომათი მეგზური და ნუგეში.